ადამიანმა ამ არსებამ არ იცის რა არის ბედნიერება, არ იცის რა არის სიყვარული, არ იცის რა არის სიკეთე, არ იცის რა არის მშობლობა, არ იცის რა არის შვილობა, მეუღლეობა, საიდან უნდა ვიცოდეთ და ამას ვსწავლოთ ჩვენ ამ გზაზე. შვილები გვასწავლიან ჩვენ რა არის მშობლობა, საიდან უნდა ვიცოდე რა არის მშობლობა. ისევე როგორც სიყვარულს გვასწავლიან ჩვენ. და უბრალოდ ეს ტექნიკურად ალბათ ვიღაცამ თავის დროზე აგეც არის ისტორიაში ხო კაცობრიობის რომ გაწერილი რომ თავიდან ერთმანეთს ჭამდნენ ადამიანები, მერე დაიყვნენ, მერე შეიქმნა სახელმწიფოები, მერე რაღაცა თემები, რაღაცა ისენი ტომები, რაღაცეები, რომ ეს ერთმანეთის განადგურება რაღაცნაირად ჩაცხრობილიყო. მაგრამ დღეს კიდევ მაგაში ვართ, რომ ერთი მეორეს ვანადგურებთ. მიზეზი არ ილევა. ფაქტია. და რა არის გამოსავალი? ანუ გამოსავალი ესე შეგნებულად რომ მე მინდა რომ აღარ იყოს ტანჯვა და მე წავალ ხა წყალს დავლევ და აღარ დავიტანჯები. ესე არ მუშაობს. ესე რომ მუშაობდეს, მაშინ იყო 2025 წლის წინ მოსული ISO და თქვა რაღაცა და რატო არ შეიცვალა მაშინ? ყოფა რატო არ შეიცვალა? ანუ კიდე 600 წლით ადრე ბუდა იყო და რაღაცა იქადაგა სწავლება გასცა და რატო არ შეიცვალა? რატო არ შეიცვალა? იმიტომ არ შეიცვალა, რომ ეს მატერიალურ სამყარო, რასაც ვიმყოფებით, არც არასდროს არ შეიცვლება. ესეთია. ეს არ ექვემდებარება ცვლილებას. რადგან ეს არ ექვემდებარება ცვლილებას, ესე იგი, ჩემში შეიძლება რაღაცა შეიცვალოს. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homeri.